აქვთ ხოლმე შიში, რომ გონიათ, რომ შეიძლება ტუჩი იყოს არაბუნებრივი ან ზედმეტად მოცულობითი. რომელი სამი სიტყვით დაახასიათებდით რევანესის ფილერებს? კომფორტი, ხარისხი და ინდივიდუალიზმი. რამდენად ემთხვევა პირველადი შედეგი საბოლოო ეფექტს? პროცედურის დროს, აი მაგალითად ავიღოთ ტუჩის კორექცია, როდესაც კეთდება. პროცედურის დროს მიღებული მოცულობები და აი ეს ლამაზი კონტურები ნარჩუნდება რეაბილიტაციის შემდეგაც. ანუ 2 კვირის შემდეგ პაციენტი რო დაასრულებს რეაბილიტაციას, 80% ის მოცულობა არის შენარჩუნებული და ის კონტურები ბევრად უფრო ლამაზად და ბუნებრივად გვხვდება. რას ეთყოდ იმ ადამიანს, ვისაც ძალიან უნდა პირველი ფილერის გაკეთება და ეშინია? აი ამ შემთხვევაში მე ჩემ პაციენტებს ურჩევ და ურჩევდი სხვებსაც გაიკეთონ რევანესის ქისი, ტუტზე მაქვს საუბარი და იმიტომ ქისი კონკრეტულად, რადგან პრეპარატს აქვს საკმაოდ კარგი გაშლა, თანაბრად ნაწილდება, არ გვაძლევს სიმაგრეებს, არ მიგრირებს გელი და ვიღებთ ბუნებრივ შედეგს.